Სამებით ვიფასო მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს გთავაზობთ მესამე სეანსის ვიდეო ჩანაწერს. უпростоრად ვიდეო ჩანაწერის რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმანს. ეს მესამე სეანსი ჩატარებული იყო 1991 წლის 21 იანვარს და ატვირთულია რუსულ ენაზე 2019 წლის 12 აგვისტოს. როგორც მე წინა ვიდეოებში ვთქვი, მე ვირჩიე ტკაჩენკოს, იგორ ტკაჩენკოს ვიდეოები, სადაც ის კითხულობს კომპიუტერით ტექსტს. რადგან ისა ტექსტი კარგად ჩანდა, მე მერჩევნა ტექსტიდან გადმომეწერა, ამიტომ მე გადმოვწერე 1.30 თავი, დიდი ხანი იყო. რველში ჩანაწერები მაქვს გაკეთებული. როგორც გითხარით, არის თლად 5 წიგნი ამ კანონის ერთის კანონისა უпростоრად და ყოველი თავი შეიცავს ყოველი წიგნი შეიცავს 27 თავს. მე გთავაზობთ დღეს პირველი წიგნის მესამე სეანსს. როგორც გითხარით, ჯგუფი შედგება 4 ადამიანისაგან. ერთი ქალბატონი სახელად კლარა არის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებით ენერგეტიკული მაღალგანზომილებიანი მეოთხე განზომილებიდან ამ მგონი თვალსი თუ მეხუთე არსება ჩენელი ჩაწარმოებს ამ ქალბატონი კლარას სხეულის მეშვეობით. კლარას აგრეთვე უწოდებენ ინსტრუმენტს. ყავენ ერთი ვინც იწერს ამას ყველაფერს წერილობით, სამი მამაკაცია და ერთი ქალბატონი. ახლა კი მესამე სეანსი. რა? მე ვარ რა? მე მოგესალმებით სიყვარულში და სინათლეში. ერთი უსაზღვრო შექმნელისა ამ წუთს თქვენთან ურთიერთობ. შეკითხვა. ჩემი პირველი შეკითხვა, სწორად ჩავატარეთ თუ არა რიტუალები ურთიერთობისა. იგულისხმება, სანამ სეანსი დაიწყება, თუ სწორად არის განლაგებული, დაწოლილი ინსტრუმენტი და იქ კიდე მას უდევს თავთან, აქეთ სანთელი ერთხარეს ბიბლია. ამიტომ ეკითხება, სწორად მოვიმზადეთ თუ არა, რა ქვია, როგორც გითხარით, ვინც ჩენელინს ატარებს ინსტრუმენტის დახმარებით. რა? მე ვარ რა? დიახ, საგნების განლაგება, ბალანსის დასაცავად ინსტრუმენტისა შესრულებულია ცოტაოდენი გამრუდებით. ხო, როგორც გითხარით, ესე იგი, სწორად არ არის საგნები დალაგებული ბიბლია, სანთელი და კიდე რაღაცები დევსით. დარჩენილი რიტუალი დაწყებისთვის აღნიშნავთ მისანს, მისაღებს საკმარისად, რადგან სურვილების გამოთქმა სახურებისა მათთან, ვინც წარმოთქვამს სიტყვებს. სხვა შემთხვევაში მისი მომდევნო გარკვეულობა ადამიანის ტვინში არ მოქმედებს საჭირო სამებრ. ყველაფერთან ერთად ჩვენ ვაიძულებთ თავის დათვას მათ, ვისაც არ სურს ემსახუროს სხვებს, მათი არ მონაწილეებთ სეანსის დასაწყისში, ან მათ მხრიდან ადამიანის მხრიდან ჩარევა სეანსში, რადგან ჩვენ ვერ შევძლოთ ჩვენი მათი გამრუდების და ინსტრუმენტის
გამრუდების ერთმანეთში გარევას. ეს იქნება უადგილო. ხო, რამე და ახლა გითხრათ. ესე იგი, ზედმეტი ხალხიო, მე ჩვენო ვერ დავუშვეთო, რომ ვინმესო ემსახუროსო ინსტრუმენტმა, ვერ დავუშვებთო, რომ ბევრი ხალხი იყოსო ინსტრუმენტის გვერდით, რადგან გამრუდებების შერევაო. აქ ამ შემთხვევაში იგულისხმება ენერგიები. რაც მეტი ხალხია ერთ შენობაში, ერთ სივრცეში, მით მეტი მათი ენერგია ერევა ერთმანეთში. ხო, ამას რა უწოდებს გამრუდებებს. ადამიანის მოქმედებასაც უწოდებს გამრუდებებს. ისკარჟენია. მე გადავთანხმე როგორც გამრუდება. სხვა ტერმინი ვერ მოუნახე ამ სიტყვას. შეკითხვა: საჭიროა თუ არა ამ დროს მოვაცილოთ ბიბლია, სანთელი და ლადანი. ლადანი არის ეკლესიებში რომ წვავენ, კვამლი რო ასდის. ხო, მაგის გადათარგმნა დამავიწყდა ინტერნეტი რომ მქონდა ჩართული. ხვდები თქვენ საკვამური რა ეკლესიაში ხვდები რომ ხმარობენ. რაღაც კვამლი რო ასდის. რა, მე ვარ რა. ეს იქნებოდა დაშვებული თუ გინდათ მოაცილეთ. შეკითხვა: როდესაც ეს საგნები იქნა მოცილებული, ინსტრუმენტი ხომ კარგ მდგომარეობაშია? ესე იგი, ეს ბიბლია, სანთელი და ლადანი მოაცილეს ინსტრუმენტს და ეკითხებიან ახლა, როდესაც ეს ყველაფერი მოვაცილეთო, ინსტრუმენტი ხომ კარგ მდგომარეობაშიაო? რა, მე ვარ რა. გთხოვთ შეასწორეთ ლადანის კუთხე, ისე რომ იყოს სიბრტყის პერპენდიკულარობა და განლაგება 20 გრადუსით ჩრდილო აღმოსავლეთით. შეკითხვა: იმის შემდეგ, რაც ლადანის ადგილმდებარეობა შეცვალეს, ახლა საკმარისიაო? რა, მე ვარ რა. გეთაყვა გადახედეთ გზერით, რომ გარო დამიწერია. საჭირო ცვლილება მოხდეს. ჩვენ აგიხსნით პროცესს, რომლის მეშვეობით მასეთი განლაგება ხდება მნიშვნელოვან ბალანსირებული გამრუდება. ფილიალებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც გენერატორი, რომელსაც სიმბოლიზირებენ ადამიანობასთან ან ინსტიტუტის ფიზიკური სხეულისთვის, ამიტომ საჭიროა, რომ კვამლი ალბათ სანთელიდან მომავალი სანთელი სანთელს მოკიდებულია ალბათ, სანთელს უფროსობად მოუკიდეს და რომ ეს კვამლი აღიქმებოდეს როგორც შეფარდებითი კუთხე, რომლის ქვეშ ინსტრუმენტი აღიქვავს გადაშლილ ბიბლიას, რომელიც აქ ბიბლია იგულისხმება დაბალანსებულია ანთებული სანთლით, რომელიც სიმბოლიზირებს სიყვარულს, სინათლეს და სინათლეს სიყვარულს. ეს იძლევა ინსტრუმენტის მეტალურ და ემოციურ გამრუდებებს, რომელსაც აღიქვამს სამოთხეს და სიმშვიდისა, რომელსაც ის ეძებს. ესე იგი, ის ბიბლია, ლადანი და სანთელი აღებია და განლაგებინა ისე, რომ რაღაც პერპენდიკულარული ხაზები გადაკვეთილიყო ბიბლიის წერტილიდან სანთლის წერტილამდე
სალთის წერტილიდან ლადანის წერტილამდე ხომ გესმით? ესე იგი, ერთ სიბრტყეზე კი არ უნდა ყოფილიყო განლაგებული, ისე რომ ხაზები გადაკვეთილიყო ერთმანეთთან წერტილებში. და რომ ინსტრუმენტი რატომ დაუშალა ამ საგნების აღება. მათ ხომ ქრისტიანებად მოაქვენ თავი, ამიტომ სცეს პატივი ინსტრუმენტს და იქაურყოფთ. როდესაც იღებს ენერგიას ქვევიდან ზევით, ინსტრუმენტი ხდება ბალანსირებული და მისი დახმარება არ იზრდება. ჩვენ ვაფასებთ თქვენ ზრუნვას, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ ჩვენი სწავლა-შესწავლა. ხო კიდევ ეს საქმეები რატო გადაადგილებია რამ? რომ ინსტრუმენტმა იგრძნოსო თავის სამოთხეში, კომფორტულად იგრძნოსო, ესე იგი თავი. ენერგიები ხო გადის გამოდის. ესე იგი, რამ ხო იცის ენერგია როგორ მოძრაობს და ისე დალაგებია ყველაფერი, რომ ენერგიამ არ დაღალოს ინსტრუმენტი. ხო გესმით ჩემი? იქ ზევიდან ხომ ჩანა კარგად, ჩვენა ადამიანები ვერ ვამჩნევთ ზოგჯერ. ახლა კი ამჩნევენ, ადრესაც იყო ასეთი გაღვიძებული ხალხი არ იყვნენ. ყველას ძინავდა. შეკითხვა, ახლა ყველაფერი ზუსტად არის გასწორებული? რა? მე ვარ რა? მე მსჯელობ ამის შესახებ აღთქმის ფარგლებში. შეკითხვა. ბოლო სეანსზე იყო ორი შეკითხვა, რომლებიც ჩვენ დავტოვეთ ამ სეანსისთვის. პირველი შეკითხვა ეხებოდა ძირქვას უდიდესი პირამიდის თავზე გიზაში. მეორე, თქვენ როგორ გადაგქონდათ ბლოკები, რომლებითაც იყო აშენებული პირამიდები? მე ვიცი, რომ ერთობის კანონთან შედარებით ეს საკითხი არც ისე მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი სწორედ თუ ვწდები, ეს უადვილებდა შესვლას მათ, ვინც კითხულობდა ამ მასალებს, რომლებიც დროის შემდეგ გახდა წიგნი. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ თქვენი კონტაქტისთვის და დასაკვირველია მივიღებთ ნებისმიერ კარგ სურვილებს ამ ინფორმაციის მიღებისთანავე. რა? მე ვარ რა? მე არ შემოგთავაზეთ დაშვებული კითხვების სერიას. ეს თქვენი პრეროგატივაა, როგორც თავისუფალი აგენტისა, ერთიანი კანონისა, შესწავლილი გაგებულისა, რომ ჩვენი ადამიანური საზოგადოებრივი მეხსიერება არ ჩვენი ადამიანური საზოგადოებრივი მეხსიერებისა არ შეუძლია ეფექტურად გამოიცნოს გამრუდებები. ესე იგი, გამრუდებები, როგორც მიგითხარით, სიტყვა ისკაჟენიე, ესე იგი გამრუდებები, ცვლილებები, ალბათ გამრუდებები, რომელიც იგულისხმება, შეიძლება იგულისხმო მოქმედება, მდგომარეობა, რაღაც პროცესები რა. კიდევ გეუბნებით, სხვა უკეთესი სიტყვა მე ვერ შევარჩიე. მინდოდა კი ვეძებდი, მაგრამ ეს დავტოვე. ხო და რა ამბობთ, ამას კიდევ გავიმეორებ. მოდით ამ აბზაცს თავიდან წავიკითხავ.
მე ვარ რა მე არ შემოგთავაზეთ დაშვებული კითხვების სერიას ეს თქვენი პრეროგატივაა ალბათ რა არის პრეროგატივა იცით ხო როგორც თავისუფალი აგენტისა ერთიანი კანონისა შესწავლილი გაგებულისა რომ ჩვენი ადამიანური საზოგადოებრივი მეხსიერებისა არ შეუძლიათ ეფექტურად გამოიცნოს გამრუდებების საზოგადოების წარმომადგენლებისა თქვენი ხალხისა ახლა ჩვენ გვაქვს სურვილი თქვენი ცოდნა შევავსოთ და მოგცეთ რჩევები კითხვებიდან და მოგცეთ რჩევები კითხვებიდან გამომდინარე ეს იქნება საკმარისი რადგან ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი ხალხის გამრუდებების სიღრმეში რომლემაც გადადეს თავიანთი ხალხის ეს გამრუდებები პირველი კითხვა პირველი შეკითხვა ძირი ქვა რუსულ ენაზე იყო ასეთი თარგმანი ზამკავოი კამე მე ეს გადავთარგმნე როგორც ძირი ქვა თავარი ქვა ხო თქვენთვის როგორ თქვენ გიადრულდებათ ისე დაასახელეთ ხო ეს არის პირველი შეკითხვა ძირი ქვა ჩვენ გიმეორებთ ამ მონაცემთა სახეობა აბსოლუტურად არ არსებულია ეგრეთ წოდებული უდიდესი პირამიდის ეგრეთ წოდებულ უდიდეს პირამიდას ჰქონდა ორი ძირი ქვა ერთი მათგანი იყო მუნჯი პროექტი ეს იყო უფრო პატარა და იყო თქვენი პლანეტის გადარჩეული მასალის ნაწილი ახ ეს რა პასუხობს უკვე ამას გამოვტოვე ხო ეს იყო თქვენი პლანეტის გადარჩეული მასალის ნაწილი რომელსაც თქვენ უწოდებთ გრანიტს ეს იყო გათვალისწინებული იმისთვის რომ შესაძლებლობა მიეცეს შეეძინა კრისტალური უნარები და საჭირო ნაკადი მიეცა თქვენ ატმოსფეროს რაღაც მაგდაგვარი რამ რასაც თქვენ უწოდებთ საკვამურს ეგრეთ წოდებული ძირი ქვა ზამკავოი კამე ნაგებობის აგების შემდეგ ბოლო ბლოკი არის რომლითაც ამთავრებენ ნაგებობის მშენებლობას ესე იგი ფუძე ბოლო ქვა ფუძე იმიტომ რომ პირამიდეს აშენებდნენ ხომ წვეროდან წვერვალზე იდებოდა ეს ბლოკი მთავარი ქვა ხო პირამიდებს აშენებდნენ ზევიდან უცხო პლანეტელები და ციხესიმაგრეს როდესაც ამთავრებენ მშენებლობას და ბოლო ქვა იდებოდა მაგას უწოდებდნენ ფუძე ქვას და პირამიდების მშენებლობის დროს პირიქით ფუძე ქვა ეწოდებოდა პირველ ქვას საიდანაც ხდებოდა პირამიდის შენებლობა, რადგან პირამიდის შენებლობა იწყებოდა წვერვალიდან,
მას უწოდებდნენ ფუძე ქვას, ზამთრულ კამე. ხო, უთოპლანეტელები აშენებდნენ ზევიდან ქვევით. იმ დროისთვის, როდესაც როგორც ხალხმა დავტოვეთ თქვენი სიბრწყე ორიგინალი იყო მოშორებული და შეცვლილი უფრო ფასეული მასალისგან იყო. ესე იგი, როდესაც ჩვენ დავტოვებთო თქვენი სიბრწყე, თქვენი განზომილება როგორც ხალხიო. მაგერმა ხომ ვიბრაციები მოიმატეს და ამახდნენ. ფიზიკური სხეულები არა აქვთ ახლა, ჩვენ არის ფიზიკური სხეულები. ამიტომ ამბობენ ამას. ჩვენ იმ დროისთვის, როდესაც როგორც ხალხმა დავტოვეთო თქვენი სიბრწყე. იმ დროსო ორიგინალი ფასეული მასალისაგან იყო. მაშინ უпростоრად ორიგინალიო იყო მოშორებული და შეცვლილი იყო უფრო ფასეული მასალით. მაშინ ნაწილობრივ არის ოქროს მასალა. ამან არ შეცვალა პირამიდის თვისებები, თითქმის არ შეცვალა და იყო გამრუდებული იმის გამო, რომ ზოგიერთებს სურდათ პირამიდები გამოეყენებინათ როგორც დასასვენებელი ადგილი გარდაცვლილი მონარქებისა. თქვენ რამე კიდევ გაინტერესებთ პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით? ხო, რამე და გითხათ ახლა ორიოდე სიტყვით. ეს პირამიდები შედევდა სულ სხვა ფუნქციებით. მაგრამ დროდახანის განმავლობაში ფარაონებმა მოინდომეს თავისი კვტრების დასასვენებლად პირამიდების გამოყენება და გაამრუდეს სხვა მიმართულებით პირამიდის დანიშნულება. ახლა შეკითხვა, რას გულისხმობთ საკვამურის ქვეშ? რა მისი კონკრეტული მიზანი? რა? მე ვარ რა. თქვენ უნდა წარმოიდგინოთ აქტივირება ყველაფრის, რაც შექმნილია. თუნდაც იყოს ბოლო, ენერგია ძალიან დიდია გაგებასთან, გამრუდებასთან. თქვენი ხალხისა, ესე იგი, შემომავალი ენერგიები იმას ძლიერიაო, ვიდრე თქვენი ხალხის ცნობიერებას შეუძლიაო ეს აღითქვასო. ეს ნათელი მდგომარეობა ცნობილია თქვენი ხალხისთვის, მაგრამ არ არის შესწავლილი. კი, თქვენი ხალხი ცნობსო ამ მდგომარეობას, მაგრამ არა გაქვთო ეს შესწავლილი. ეს არის გონების ენერგია, ის იერარქიულია, როგორც თქვენი სხეული ბინადრობს გამოცდილების იერარქიის შიგ და უჭირავს, აკავებს, გარსებს, ფორმებს ან ველს და ყოველი სხეულის გონება იგივეთ იქცევა ყოველი ატომი მასეთი მასალისა, როგორც ქვა. ხო, აქ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სულები ვართ ხომ და ჩვენ ვართ ამომწყდეული სხეულებში, ფიზიკურ სხეულებში და ჩვენ ფიზიკური სხეული არ გაგვიჩვენს მანამ, სანამ ის ცოცხალია. მაგრამ თუ რამე მე ხა ჩემ მაგალითს ვამატებ, რომ თქვენ გაიგოთ. ხო, სანამ ხო უკავია, უჭირავსო, ესე იგი არ უშვებსო. ხო, ეგეც იერარქია, იერარქისებულია. ესე იგი, ჩვენი ფიზიკური სხეული ავლენს ჩვენი სულის მიმართ იერარქიას, უფროსობას. ხო, შეიძლება ასე ითქვას. და ყოველი ატომი მასეთი მაგალითია, როგორც ქვა, ძირი ქვა. ატომებიც ხომ არ უშვებენ მოლეკულებს არსად, თავის გარშემო ატრიალებენ. იერარქიულია ესე იგი, ხო? ხო. როდესაც ვინმეს შეუძლია ურთიერთობა მასზე გონებასთან,
თქვით გონებასთან ფიზიკური თვის სხეულის საბოლოო ფიზიკური ან ქიმიური ენერგია შედის კონტაქტში უსაზღვრო ენერგიასთან, რომელიც იმყოფება უფრო დაწყობილ სხეულებში. ადამიანია ეს თუ ქვა. როდესაც დგინდება მასეთი კავშირი, შეიძლება გაიგზავნოს მოთხოვნილება ქვის უსაზღვრო გონება მიმართავს თავის ფიზიკურ გამტარებელს, შემდეგ ქვის ენერგეტიკული ველის გადაადგილების დახმარებით საზღვრიდან დაბოლოებიდან იმაში, რასაც თქვენ ეძახით უსაზღვრობაში, სრულდება დაშლა ან გადაადგილება. ამგვარად, რისი მიღწევა საჭიროა შექმნელის უსაზღვრო გაგება, რომელიც იმყოფება ამ ცოცხალ ქვაში, რასაკვირველია ეს მექანიზმი, რომლის საშუალებით ხდება ბევრი რამ, რომელსაც არ ემორჩილებიან. მიუწვდომელია ეს თქვენი ადრინდელ საშუალებებთან ფიზიკური ანალიზისა იმოქმედო მანძილზე. შეკითხვა: მე მახსენდება გამოთქმა, თუ თქვენ გწამთ, რომ შეგიძლიათ მთის გაწევა, თქვენ მას გაწევთ. მიახლოებით იგივე თქვით თქვენ. ესე იგი, თუ თქვენ გაცნობიერებულად შემოგაქვთ ერთობის კანონი, თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ამდაგვარი რაღაცები. მასია ხომ? რა, მე ვარ რა. ბგერის ვიბრაციული გამრუდება, რწმენა შესაძლებელია და არის ერთ-ერთი დამაკავშირებელი ბლოკი იმათ შორის, რაც მიგვაჩნია უსაზღვრო გზად და საბოლოო საზღვრის დადასტურებით გაგებით. ხო, აქ ახლა მე გეტყვით თქვენ, რას ნიშნავს ბგერის ვიბრაციული გამრუდება. სიტყვა რწმენა. ხო, ასე წარმოთქვა რამ. ვიბრაციული ბგერის, უბრალოდ ბგერის ვიბრაციული გამრუდება. წმენა. ხო, ესე იგი სიტყვა წმენა. მოკლედ რომ თქვათ. ამიტომ ამან არ დაგაბნიოთ. მომავალში კიდე ბევრი ასეთი გამოთქმები იქნება ერთ სიტყვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის მაღლიდან გვეუბნება ჩვენ მაღალფარდოვანი მათი სიტყვებით. ესე იგი სიტყვა წმენა, მაგრამ სიტყვა სიტყვას რა წარმოთქვამს, როგორც ბგერის ვიბრაციული გამრუდება. ხო, ესე იგი ბგერის ვიბრაციული გამრუდება, ტირე, შემოხაზულია წმენა, ესე იგი სიტყვა წმენა და მე რაც წაგიკითხეთ ისა. თქვენ სრულიად მართალი ბრძანდებით. თქვენ გაგებაში, წმენის თანხმობაში და გონიერ უსაზღვროებაში, მაგრამ პირველი ეს არის სულიერი ტერმინი. მეორე კი უფრო მისაღებია კონცეპტუალურად მათ გამრუდების ჩარჩოებში, ვინც ეძებს ფანქრით და სახაზარით. შეკითხვა: მაშინ თუ ინდივიდუუმი სრულიად ინფორმირებულია ერთის კანონის მიმართ
პატივისცემით ის გაგებით და ცხოვრობს ერთის კანონის მიხედვით მასეთი რაღაცები, როგორც პირამიდების შენებლობა პირდაპირი მენტალური ძალისხმევით ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა. ეს ის არის, რისი ცოდნა ჭირდება? კითხვის ნიშანი. რა? მე ვარ რა? აი, თქვენ რაში არ ხართ მართალი? არსებობს სხვაობა ისარგებლოს ინდივიდმა ძალით ერთობის კანონთან ერთის კანონის გაგებით, რომელიც მიღებულია ხალხის გაერთიანებასთან ან საზოგადოებრივ მეხსიერებაში, ხალხის გაერთიანებაში ან საზოგადოებრივ მეხსიერებაში. პირველ შემთხვევაში ინდივიდუმმა ისარგებლა ერთის კანონის ძალით, მთის გადადგმას შეძლებდნენ მხოლოდ განწმენდილები. ინდივიდუმში ყველა ნაკლისაგან განწმენდილი მასიური გაგების შემთხვევაში ყოველ ინდივიდუმს შეეძლო ქონოდა ამ გაგების რაღაც რაოდენობა, რომელიც იმართება სიყვარულის კანონით და ეძებს სინათლის კანონებს. ისინი, ვინც სინათლის კანონის მიხედვით ვიბრირებს, ეძებენ ერთის კანონს. ისინი, ვინც ვიბრირებს ერთის კანონის შეთანხმებით, ეძებენ მარადისობის კანონს. ჩვენ არ შეგვიძლია მოგიყვეთ იმასე მეტი, რაც დენა გაფანტული გაერთიანებული ჩვენ არ შეგვიძლიათ მოგიყვეთ იმასე მეტი, რაც დენა გაფანტული გაერთიანებულიზე ზევით. მე ყველაფერში ვარ, რაც არსებობს, რადგან ჩვენ ყველანი მივესწრაფებით გავხდეთ იმათ, ესე იგი, გავხდეთ ყველაფერი, რაც არის, ჩვენ ჯერ ისევ რა ვართ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს. ხო, ეს რა ბოლო თქვა თავის ცივილიზაციაზე. შეკითხვა: შენდებოდა თუ არა პირამიდა ყველას ძალისხმევით? რა? მე ვარ რა? პირამიდები, რომლებიც ჩვენ ჩავიფიქრეთ, ავაშენეთ, იქნებოდა ასრთა ფორმებით შექმნილი ჩვენ მეხსიერებაში. კითხვა: მაშინ დასაბორძიკებელი ქვა ან და ქმნილების ქვა ადგილზეა და არა ერეოდა საიდღანაც კიდევ? ეს მასია? რა? მე ვარ რა? ჩვენ ვაშენებთ უდიდეს პირამიდებს მუდმივი ქვისგან. სხვა პირამიდები იყო აშენებული სხვა ქვებისაგან, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ერთი ბოლოდან მეორემდე. შეკითხვა: რა არის მუდმივი ქვა? რა? მე ვარ რა? თუ თქვენ გესმით ასრთა ფორმების კონცეფცია, თქვენ გააცნობიერებთ, რომ ასრთა ფორმა თადარიგს იცავს თავის გამრუდებელში, ვიდრე ენერგეტიკულ ველში, რომელიც იქმნება ქვის მასალებით, რომლებიც თვითონ იყვნენ შექმნილი ასრთა ფორმების დახმარებით, აზრიდან ბოლო ენერგიამდე და არსებული, თქვენ ასე ვთქვათ, ასრთა ფორმების
გამრუდებები. შეკითხვა: ეს ძალიან ბანალურია, მაგრამ მე მაინტერესებს პირამიდა რატომ იყო აშენებული ბევრი ბლოკებისაგან და არა როგორც ერთიანი მთლიანობა, როგორც ერთი ერთდროული შექმნილი ფორმა. რა? მე ვარ რა? არსებობს კანონი, რომელიც ჩვენი რწმენით არის ერთ-ერთი ბევრთაგანი მნიშვნელოვანი პირველადი და გამრუდებები ერთის კანონის არის დაბნეულობის კანონი, დაბნეულობა არა, არების კანონი. Закон აპუტივანია, ესე იგი, ქსელით რომ ქსელავს ყველაფერს, ესე იგი, თავისში, გარედან ქსელავს ყველაფერს და თქვენ მას დაარქვით თავისუფლების კანონი, ნების კანონი. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა განსაკუთრებული მანქანა, ერთობლივი ურთიერთობა დრო სივრცისა, რომელიც იქნებოდა იმდენად ეფექტური, რამდენადაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა საიდუმლოება. მოსულიყო ხალხთან იმდაგვარად, რომ ჩვენთვის არ ეცა თაყვანი, როგორც საიდუმლო სასწაული პირამიდების მშენებლებს. ამიტომ გეჩვენება, რომ პირამიდები აშენებულია ხელით და არა ძალებით. ეხლა მე ორი სიტყვით გეტყვით, რაში შედგება ეს აბზაცი. შეკითხვა დაუსვეს რას, რატომ თუ თქვენ აშენებდითო, თქვენ ხო შეგეძლოთო, რატომ ააშენეთო პირამიდები ბლოკებით, როდესაც თქვენ შეგეძლოთო პირამიდები აგეშენებინა თქვენი, თქვენ ხომ ასთა ფორმებით აშენებდითო ხო პირამიდებს, მაგრამ რატომ ბლოკებითო, თუ თქვენ ასთა ფორმებით აშენებდითო, თქვენი ესე იგი აზრებით პირამიდებს თქვენ შეგეძლოთო ჩამოყალიბებულად მთლიანი ერთიანი ფორმა მიგეცათო მათთვის. ერთიანი კონსტრუქცია აგეშენებიათო ცალ-ცალკე ბლოკების გარეშე. ეკითხებიან ახლა. ხო, რადგან თქვენ შეგეძლოთო ეს გაგეკეთებიათო. რა მოპასუხა, რომ არაო, ჩვენ რომ მთლიანი ბლოკებით აგვეშენებიაო პირამიდები, მაშინ ხალხი ჩვენ თაყვანს გცემდნენ იქნებაო როგორც ღმერთებს. ჩვენ ამის გაკეთება არ გვინდოდაო. არ გვინდოდაო ხალხს თაყვანი ეცათო ჩვენთვის როგორც სასწაულ მოქმედი პირამიდების მშენებლებსო. ამიტომ ჩვენ ავაშენეთო ის ბლოკებისაგან, რომ ხალხს გონებოდაო თითქოს ეს ხელით არისო აშენებული. გონი გასაგებად გითხარი. თქვენ ჯერ ლაპარაკობთ პირამიდაზე როგორც მანქანებზე და აგრეთვე თქვენ ლაპარაკობთ პირამიდებზე როგორც ხელსაწყო რჩეულების მიწვნისთვის. ეს ერთდაიგივე კონცეფცია? რა, მე ვარ რა, ისინი არიან ერთობლიობის სიყვარულის სინათლის განზომილება საერთო გამოყენების, რომელიც სწორად გამოიყენებოდეს, რომლებიც სწორად გამოიყენებდნენ მკურნალობას. მთავარია იქონიო დაწმენდილი და სანდო არხი ან გენერატორი, რომლის გავლით მიედინებოდეს იქნება სიყვარულის სინათლე უსაზღვრო შექმნელისა. ამიტომ მიძღვნების საჭირო ყოფილიყო იმისთვის, რომ მოგებზადებინა ადამიანის მსახურებისთვის შექმნელის სამუშაოსთვის. ეს ორი ნაწილი არის განუყოფელი ერთობლიობა ერთიანობისა. შეკითხვა: ფლობს თუ არა პირამიდა
რამე ფუნქციას მიძღვნის მომენტში. რა, მე ვარ რა, ეს დიდი შეკითხვაა. ჩვენ უნდა გთხოვოთ თქვენ შეაფასოთ ეს თავიდან და შეგვეკითხოთ ამის შესახებ ამ საინფორმაციო მდგომარეობაზე ბოლო სეანსზე. დავიწყოთ. მიძღვნის პროცედურასთან დაკავშირებით პირამიდა ფლობს ორი მთავარი ფუნქციებით. ერთი მათგანი დაკავშირებულია სხეულთან. ჯერ მიძღვნაში მიძღვნილი იქნება სხეული. აგრეთვე უნდა იყოს მიძღვნილი ტვინი, ჭკუა ან გონება, უნდა იყოს მიძღვნილი გონება. ზუსტად აქ მაძიებელნი თქვენ გაგებაში დღევანდელ ციკლთან დაკავშირებით აღმოაჩენთ გამრუდებებს თქვენი სხეულებისა, როდესაც ხასიათი არის გახსნილი ღია და პიროვნება, რომელიც შეადგენს ჭეშმარიტ ინდივიდუალობას ყველა ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე სხეული საჭიროებს მიუკერძებულ გაგებაში და კონტროლში. მაშინ პირამიდის პირველი გამოყენებაა ჩასვლა პირამიდაში იმ მიზნით, რომ შეიქმნას სენსორული შიმშილი, ისე რომ ჩრდილო ზოგ გაგებაში მოხდეს ისე, რომ სხეული გარდაიცვალოს და დაიწყოს სხვა ცხოვრება. ჩვენ ახლა გირჩევთ დაგვისვათ ნებისმიერი შეკითხვა და დავამთავროთ სეანსი. გაქვთ თუ არა შეკითხვა ამ დროის სივრცეში? შეკითხვა. ერთი კითხვა. რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებთ ინსტრუმენტისთვის ან რისი გაკეთება შეგვიძლიათ ინსტრუმენტის კომფორტისთვის? რა, მე ვარ რა. ყველაზე სასარგებლო იქნება ეს პოტირი, რადგან არ გამოიყენებოდა ეს მასალა მცხოვრები პოტირში ღებულობს, იცავს და რეაგირებს ვიბრაციებზე სიყვარულისა, რომლებსაც გააქტიურეს მაღალმა არსებებმა. მე ვარ რა. ახლა მე დავტოვებთ შემქმნელის სიძლიერებაში და მშვიდობაში. ადონაი. ხო, მესამე სეანსი ამით დამთავრდა.